საარჩევნო გარემოს გაუმჯობესებაზე მომუშავე ინტერპარტიული ჯგუფი მიიჩნევს, რომ ქვეყანა ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებს ვერ აცდება და ურჩევს ხელისუფლებას საარჩევნო კოდექსში არსებული ხარვეზები მალე გამოასწოროს. უკვე არსებობს 4 ძირითადი მოთხოვნა, რომელიც ინტერპარტიულმა ჯგუფმა შეიმუშავა. მათ შორისაა ამომრჩეველთა სიის გადახედვაც. ოპოზიციის მრავალპარტიული ფორმატი საარჩევნო გარემოს გაუმჯობესებასთან დაკავშირებით აგრძელებს მუშაობას. გაუქმდეს ერთმანდატიანი მაჟორიტარული სისტემა, შეიცვალოს საარჩევნო ადმინისტრაციის დაკომპლექტების წესი, გადაიხედოს ამომრჩეველთა სიები და წინა საარჩევნო კამპანიისას პოლიტიკურ ძალთა თანაფარდობა შენარჩუნდეს. ეს ის 4 ძირითადი მოთხოვნაა, რომელზეც საარჩევნო გარემოს გაუმჯობესების საკითხზე მომუშავე ჯგუფი მსჯელობს. ინტერპარტიული ჯგუფი საარჩევნო კოდექსში შესატანი ცვლილებების საკუთარი ვარიანტით ხელისუფლებას უახლოეს დღეებში მიმართავს. ჩვენ საზოგადოებასთან ერთად პოლიტიკურ სპექტრში უნდა ვაიზუოთ ხელისუფლება, რომ ჩვენთან ითანამშრომლოს. წინააღმდეგ შემთხვევაში, რა თქმა უნდა, ეს საარჩევნო კანონი იმდენად კომფორტულია უკანონო ძალაუფლების შესანარჩუნებლად, რომ ხელისუფლება ერთ წერტილს და მძიმესაც ამ ასე იგი კანონში არ შეცვლის. არასაპარლამენტო ოპოზიციის ნაწილის აზრით, შექმნილი პოლიტიკური კრიზისის ფონზე ქვეყანა ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებს ვერ აცდება. თუმცა მათივე განცხადებით, დღეს არსებული საარჩევნო სისტემით დემოკრატიული არჩევნების ჩატარება შეუძლებელია. ეს დიდხანს ვერ გაგრძელდება. ასე შეუძლებელია პოლიტიკამ და პარლამენტმა იარსებოს სტაბილურ რეჟიმში კიდევ 2 წელიწად. აქედან გამომდინარე, გეუბნებით, რომ რეალურად ჩვენ ვდგევართ ძალიან სერიოზულად ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების წინაშე. იმიტომ რომ კრიზისი დღევანდელ პარლამენტში არის გარდაუვალი. დღეს საქართველოს პარლამენტში ასე ვთქვათ, პოლიტიკური პარტიების რაოდენობა, ანუ კონფიგურაცია, ნამდვილად არ ასახავს საზოგადოების პოლიტიკურ განწყობებს, თუმცა მინდა ვთქვა, რომ არათუ რიგარეშე მორიგ არჩევნებსაც არ ექნება აზრი, თუ საარჩევნო გარემოსთან მიმართებაში ეს პრინციპული და მნიშვნელოვანი ნაკლოვანებები არ აღმოიფხვრა. ხელისუფლებას საარჩევნო სისტემაში ცვლილებების აუცილებლობას ახსენებენ ინტერფრაქციული ჯგუფის წევრი არასამთავრობო ორგანიზაციებიც, რომლებიც ახლა უკვე ხელისუფლებაში მყოფ პოლიტიკურ ძალასთან ერთად საარჩევნო გარემოს გაუმჯობესებას ჯერ კიდევ 2012 წლის არჩევნებამდე მოითხოვდნენ. გადაწყდეს ის პრობლემა, რაც არის ეს პროპორციასთან დაკავშირებული ხმის წონის თანაბრობასთან, ასევე უფრო გაიზარდოს ხელი შეუწყოს ქალთა წარმომადგენლობის და მცირე პარტიების გაზრდას საკანონმდებლო ორგანოში. საარჩევნო კომისიის დაკომპლექტების წესი, საარჩევნო დავები, ადმინისტრაციული რესურსების გამოყენების შეზღუდვა და ასე შემდეგ, რომელზეც ასევე არის სამუშაო. უკვე რადგანაც 2 წელია დარჩენილი, ყველა სასურველია, რომ ყველა საკითხის რეფორმირება მოხდეს. საარჩევნო სისტემის გაუმჯობესების აუცილებლობაზე საუბრობენ საპარლამენტო უმცირესობის წევრებიც. ნაციონალური მოძრაობა ნებისმიერ დაინტერესებულ ძალასთან თანამშრომლობისა და ამ პროცესში ჩართვის სურვილს გამოთქვამს. ხარვეზებზე საარჩევნო კოდექსში სახელისუფლებო გუნდის წევრებიც საუბრობენ. ლიანობაში მე მიმაჩნია, რომ იმ წესით მაჟორიტარული არჩევნების არსებობა რა წესით და ჩვენთან არსებობს და მთავარი პრობლემა აქ არის ის, რომ სხვადასხვა საარჩევნო ოლქებში სხვადასხვა რაოდენობის მოსახლეობა და ეს ადამიანების ხმებს არათანაბარს ხდის. ამ პრობლემას მოწესრიგება ჭირდება. საარჩევნო სისტემა რო გადასახედია, ეს ჯერ კიდევ 2011 წელს ჩვენ ხელისუფლებაში ყოფნის დროს პირებოდ დავდეთ ვენეციის კომისიაში, რომ არსებული სახით მაჟორიტარული სისტემა ვერ შენარჩუნდებოდა, ვინაიდან არის დისბალანსი, დისპროპორცია და თუ თქვენ ნახავთ დოკუმენტს, იქ წერია, რომ ეს არჩევნები ამ ტიპით ბოლოჯერ უნდა ჩატარდეს. ყველა ხელისუფლება საარჩევნო კოდექსის მორგებას ცდილობდა საკუთარ ინტერესებზე და იგივე გააგრძელა სამწუხაროდ დღევანდელმა ხელისუფლებამაც. ასე ფიქრობს ექსპერტი ხათუნა ლაგაზიძე. მისი მოსაზრებით მაჟორიტარული სისტემა პროპორციულით უნდა ჩანაცვლდეს. იმიტომ რომ პარლამენტი დაუბრუნდეს თავის ძირითად საქმიანობას, კანონშემოქმედებას და მთავრობის კონტროლს, აუცილებელია რომ ეს ვაჭრობის ელემენტი, რომელიც სამწუხაროდ მაჟორიტარული არჩევის წესს მოჰყვა საქართველოში, ერთხელ და სამუდამოდ დამთავრდეს. საარჩევნო გარემოს გაუმჯობესებაზე მომუშავე ოპოზიციის ინტერპარტიული ჯგუფი 16 პოლიტიკურ პარტიას აერთიანებს.